შეერთებული შტატების მხრიდან ტოტალური ომის წარმოება სამ ფრონტზე არ გულისხმობს იმას, მაინც რომ შეერთებული შტატები უშუალოდ იქნება ჩართული აი ამ სამი წამყვანი მოთამაშის წინააღმდეგ, ირანის, ჩინეთის და რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ჩემი აღწერებიდან გამომდინარეობს, ამ სამივე ფრონტზე გამოყენებული იქნება ეგრეთ წოდებული პროქსი ძალები, ჭყალებში აღვნიშნოთ შეერთებული შტატების პარტნიორი მოკავშირე ქვეყნები. რუსეთთან მიმართებაში ეს იქნება ევროპა, ზოგადად ევროკავშირი და ამიტომაც ხდება, ასე ვთქვათ, ევროკავშირის მილიტარიზაცია და ამ ორგანიზაციის ზოგადად ფუნქციური ცვლილება და გარკვეულწილად ევროპის სცენაზე შეერთებული შტატები გეგმავს პირველი და მეორე მსოფლიო ომის სცენარებს, სადაც შეიძლება ევროპა დაზარალდეს, მაგრამ აი ამ ევროპის დაზარალებით სარგებელი ნახოს შეერთებულმა შტატებმა. იგივე სცენარი მუშავდება ახლო აღმოსავლეთში, როგორც ვახსენე, იქაც ასეთ ეგრე პროქსი ძალებად მოიაზრება წამყვან ძალებად ისრაელი, თურქეთი და სხვა არაბული ქვეყნებიც, რომლებიც შეიძლება უშუალოდ სამხედრო კონფლიქტში არ იქნან ჩართული, თუმცა ისინი ბაზას, პლატფორმას შეუქმნიან ომის საწარმოებლად ირანის წინააღმდეგ, ხოლო აი ვთქვათ, სამხრეთ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეთში თავარი ასე ვთქვათ, პროქსები არის ამ შემთხვევაში იაპონია, ფილიპინები, თავად ტაივანი, შეიძლება ეს იყოს სამხრეთ კორეაც, ანუ შეიძლება შეერთებული შტატებმა, ასე ვთქვათ, ისე აწარმოოს, ესე ვთქვათ, ტოტალური ომი ამ რევიზიონისტულ ძალებთან, რომ ის უშუალოდ არ იქნას ჩართული ამ ომში და თავიდან აირიდოს ეს პასუხისმგებლობა. მაგრამ